მოიცადეთ, ეხლა მე უნდა ამოვისუნთქო დავწყნარდე. თქვენც მეგობრებო, მოსახლეობ ვიყურებთ. არ არის სწორი. ხო, ეს მეც გამიჭირდება. მოგესალმებით, Betson სპორტის YouTube არხზე იწყება მაგიდის დერბის მეოთხე სეზონის მერვედ ფინალი. მონაწილეები ერთმანეთის პირისპირ, ორი ადამიანი, რომლებიც თუკი სადმე რამე თამაში არსებობს ამ ტიპის სპორტზე და განსაკუთრებით ფეხბურთზე ყველგან მონაწილეობა აქვთ მათ მიღებული, გამობრძმედილი ფოლადის მოწინააღმდეგეები ერთმანეთის პირისპირ, მათ შორის მაგიდის დერბის მესამე სეზონის მეოთხედ ფინალისტები. პაატა ჩახვაშვილი, გამარჯობა. ვადო ლომიძე. რა ჩუმაძიხათ, როგორ ხარ? კარგი განწყობით. ისე დაჯდა, როგორც ამბობენ ხოლმე, რომ მეოთხე სეზონში მესამესგან განსხვავებით ორივე მეოთხედ ფინალისტი ვეღარ იქნებით. სამწუხაროდ. მერვედ ფინალში მოგიწევთ ერთმანეთის გამოგდება. თუ მზად ხართ, დავიწყოთ. დავიწყოთ. რაუნდი პირველი, 5-5-ზე. ეს არის Betson-ის თასი. აქ უკვე ამოტვიფრული არის მაგიდის დერბის გამარჯვებულების სახელები და მეოთხე სეზონის გამარჯვებულის სახელი და გვარიც, რა თქმა უნდა, დაემატება. გარდა ამისა, Betson სპორტმა დააწესა პრიზი, ისევე როგორც გასულ სეზონში, მესამე სეზონში, Citroen C3 Ogonde Aircross-ი. ამჯერად ეს Citroen C3 არის SUV კატეგორიით და არა hatchback-ი. ეს არის ძალიან პრაქტიკული, ეკონომიური, ეკოლოგიური და ამ ყველაფრის გამო ევროპაში ერთ-ერთი ბესტსელერი მანქანა. მეოთხე სეზონის გამარჯვებული ახალ მანქანას Citroen თბილისი ცენტრიდან გამოიყვანს. ახლა კი წავიდა. რაუნდი პირველი, ჩვენი ახალი რაუნდი 5-5-ზე. თქვენც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ წესებს, ოღონდ მანდ რომ მოვალ. მანდ რომ მოვიდე, ამისათვის საჭიროა მქონდეს 3 თემა. ვადო, 1-დან 5-მდე. იყოს 3. 3. პაატა. იყოს 1. იყოს 1. ლადო 2. იყოს 2. ჩვენი 3 თემა პირველი რაუნდის სათამაშო. რადგან რაუნდი ახალია, კიდევ ერთხელ ავხსნი ძალიან მოკლედ წესებს. გეძლევათ 5-5 იდენტური კარტი და პირობა, რომლის მიხედვითაც ისინი უნდა დაალაგოთ თანმიმდევრობით. თუ სწორად დაალაგებთ, ყოველი ბარათი, რომელიც სწორ ადგილას აღმოჩნდება, მოგიტანთ ქულას და ამ ქულების ჯამით მოიგებთ ერთ თემას. ჯამში 3 თემაა სათამაშოდ, ანუ რაუნდის გამარჯვებული იქნება, ვინც 3 თემაში მოიპოვებს გამარჯვებას. მარტივია. თემა ნომერი 1, რომელიც ჩვენაირში. დაალაგეთ ჩვენი ნაკრების მაისურები წლების მიხედვით. მე მომწონს 5 ბარათი შენ, იგივე 5 ბარათი შენ. მოიფიქრეთ, ყურადღებით და დააწყეთ. დააწყეთ? დიახ. კარგი, დავიწყოთ გახსნა. აბა, თქვენი აზრით ყველაზე ძველი მაისური მოცემული 5-დან ჩვენი ნაკრებისა არის, გავხსნათ? ჩემი აზრით ეს არის. ეს არის, შენ ფიქრობ რომ Adidas-ია? შენთან არის კაპა, ნომერი 1. გავარკვიოთ, რომელია სწორი პასუხი. გახსოვს წლები? 90-დან 14-მდე სადღაცას. კი ბატონო, ახლოს არის ეს ორი მაისური და ერთ-ერთმა თქვენგანმა შეცდომა დაუშვა. ერთ-ერთმა თქვენგანმა. 94-96 წლები არის Adidas-ი. ჩვენი პირველი შესარჩევის დროს. ჩაცმული მაისური, ასე ვთქვათ, გამოყენებული. კაპა ძალიან ცოტა ხანს იყო და ერთადერთ ხელგვეცვა. ხოლო და მხოლოდ 96 წელს და ჩაანაცვლა სწორედ Adidas-ი. ანუ სწორი პასუხი ეს არის. 1-0. მეორე. მეორე უკვე ეს მაქვს კაპა. მეორე კაპა გაქვს, შესაბამისად შენ უკვე აი აქ შეცდომა დაუშვი ამის გადაადგილებით. 2-0. ეს უკვე ლოგიკური იყო. აბა ვნახოთ, მესამედან თუ სწორად გაქვთ და თუ შეიძლება იმას რამე რომ გაგიტანაბრდეს. მე ლოტოს მაქვს ლოტო მაქვს. მესამე ორივე შემთხვევაში სწორია, ანუ 3-1, მეოთხე. აბა ბოლო შანს. შემდეგი აბა თუ შეიძლება. არ შეეშალა. მე შემეშალა. დიადორა შენ შეგეშალა აქ და დიადორა სწორია, შესაბამისად შენთან ბოლოს სწორი იქნება, შენთან ბოლოს არასწორი იქნება. ძალიან ერთმანეთს. 2006-2008 არის დიადორა. ხოლო ჯაკო არის 2008-2010. შემდეგი მაისური არის. შესაბამისად. ხო, ნუ ძალიან რთულია რომელი შეცვალა. აქეთ 5-ვე სწორია, აქეთ 1-ია სწორი, 5-1. პირველი თემა მოგიგო. გავაგრძელოთ. მეორე თემა.
შენი არჩეული. აჰა. თავის არჩეულით მოგიგო რა. ეხლა მოუგო. იცოდა. დავაგეთ ფეხბურთელები ასაკის მიხედვით. 5 ბარათი შენ? უი. ჩაუჭყიდე. არა, იგივე ბარათები გაქვთ თუ ნახეთ ეხლა. სანამ დაალაგებას არ დაიწყებთ, რა აზრი აქვს? ოპა. ესენი ყველა თანაკლასელები იყვნენ. ეს საკმაოდ რთულია. უნდა უშოთ ესე იყოს. ვიცი აბა. მზად ხართ? დიახ. წავიდა. ყველაზე ხცოვანი ხო სიტყვას ვეძებდი. ბებერი არ მინდოდა მეთქვა უშნო. ხანდაზმულია. ხანდაზმული. ვიცი რუნი ჩავთვალე. ვეინ რუნი გონიათ ყველაზე ხანდაზმული ღმერთო. ამათ შორის. ვეინ რუნი. იერი აქ ეგეთი და. აგერ გუშინ წინ მახსოვს. ჯერ კიდევ სანამ თფებს განაინერგავდა როგორ დარბოდა. ვეინ რუნი. ერთი, სორია. 85 წელს არის დაბადებული ვეინ რუნი. მეორე? აბა მეორე. მეორე რა ჯაბა კანკავა. მე კანდრევა ვთქვი. შენთან კანდრევა არის. ჯაბა კანკავა ანტონიო კანდრევაზე 1 წლით უფროსია. 2-1. ეს სწორი ადგილი იყო. აქეთაც და 1 წერია სხვაობა. შემდეგი? მე კანკავა მაქვს. შენ ეხლა გაქვს კანდრევა და მესამე ადგილზე სწორია 1 წლით უფროსია მეთქი. შენთან ჯაბა არის. ანუ ეს ორი შენთან გადავაცვლა. 3-1. აბა თუ შეიძლება. წინან ზუსტად ისეთი ვერსია არის, მაშინ რაც მარსელო. მარსელო გაქვს. მე მიულერი მაქვს. შენ მიოლერი. რომ შეშლო და მაინც მიოლერი არასწორ ადგილას გედო და ასე რომ მაინც არ გიშველი და ეგამბავი. მარსელო სწორია, შესაბამისად ბოლოში უკვე რაც გვაქვს შენთან მე-5-ც სწორად გამოვიდა მიოლერი, მარსელო არასწორად და 5-1 გამოვიდა კიდევ მეორე თემაშიც ზუსტად იგივენაირად. ცოტა აცდენები იყო, ძალიან პატარა 87, 88 და 89 წლები არის ბოლო სამის. ყოჩო. თემები ამიწევია როგორც აბომე ხოლმე რა. ორი თემა მოგებულია, მესამე თემის თამაშს აზრი აქვს. შესაბამისად პირველი რაუნდი შენია 1-0 საერთო ანგარიში. გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. მარათონი. ანგარიში 1-0 და სიმბოლურად წინა რაუნდის გამარჯვებული ლადო ირჩევს 1-დან 5-მდე თემას მარათონისთვის. დავტოვოთ 3. 3. კარგად გაქვს დაცდილი? არა, უბრალოდ. ახლა პირველად რა ხან 3 ავირჩიე, იყოს კიდე. ხო და კარგად გაქვს დაცდილი. შეიძლება. ეგ იგულისხმებოდა. მარათონს ჩვენ თამაშობთ თემაზე. გავიხსენოთ წინა ამერიკის მუნდიალი. ოკეი. მონაწილე ფეხბურთელებზეა საუბარი. ერთი ახალი დეტალი მარათონში. გასული სეზონისგან განსხვავებით ქულის წართმებაა შესაძლებელი. თუ რომელიმე ვერ გამოიცნოთ თქვენს აღებულ ბარათს, მოწინააღმდეგეს აქვს უფლება გამოიცნოს და ქულა აიღოს. საინტერესოა, ნახოთ. დავიწყოთ. გამარჯვებული იწყებს წინა რაუნდის. თუმცა დაწყებაც სიმბოლურია, უპირატესობა არ არის. ბრანკო, ბრაზილიელი. სწორი პასუხია, ქულა მიითვალეთ. ეს კაცი გაძევებული პალეუკას ნაცვლად იდგა. მარკეჯანი უნდა იყოს ეს. კარგი ტყაპადი გამოვიდა. ქულა. შემეშინდა. ხო. სწორი, ლუკა მარკეჯანია. ამბავი გახსოვდა გვარმა დაგაიჭრა. არა ვარ დარწმუნებული, მაგრამ იყოს აპოლონი. აპოლონი? დიახ. არა, აბა გადაეცი. ნუ ნაკრებში ვართ ვიცით. სხვათა შოკი, რა თქმა უნდა, მეც მაგას ვიტყოდი, მაგრამ რადგან ეგ გამოილიცხა რა სიტყვი? კაი, აბა მუსი იყოს. არც ეგ არის სწორი. ბენარივოა. ანტონიო ბენარივო. შენთან დარჩა. ცოტა სახეზე სხვანაირადაა, ან ახალგაზრდულად გამოიყურება ამერიკის ჰაერზე. შენჯერია. 1-1. მეც აპოლონის ვიტყოდი სხვათა შორის. შვეიცარიელი. დიახ. ალბათ ამ ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტეფან შაპუიზა გახლავთ. სწორი პასუხია, 2-1. ჯერჯერობით წართმევას ადგილი არ ქონია. ნომერი 13 ვიმიონკი. სწორია, ვიმიონკი. ვახ, ეს ძალიან ისეთი
საკულტო ფიგურა იყო ტრიფონ ივანოვი გახლავთ. ეგ სწორი პასუხია. ილია დუმიტრესკუ. არა, აბა გადაიცით თუ წაგართმევს. ეს არის ცოტა რთული გვარი აქვს წარმოსათქმად რედუჩოიუ თუ რაღაცა უნდა იყოს. ჩათვლილია. ხო. რედიჩოიუ. ხო. მოვზილო? როგორც გინდა, იქიდან აიღე, თუ გინდა დაურიე. დავშალოთ რა. ნებისმიერ როგორც გინდა, აჰა, მაინც ვერაფერს დაინახავ. მნიშვნელობა. ჭარბობენ მოკლედ სკვადრატზე. კი და ეს მილანში თამაშობდა მაურო ტასოტი. ეს 5-2. კარგად გაიჭრა წინ. შეგჭირდება ერთი ართმევად თავარი გააფუჭოს. ნომერი 12 კრასიმირ ბალაკოვი. დიახ, ბალაკოვი ბულგარეთიდან სწორი პასუხი. ავაჩქაროთ? როგორც იტყვით? დან. ეს უნდა იყოს კენეტ ანდერსონი. ეგ არის, ყოჩა. ქუინი არ არის. ივარაუდებ რომ კასკარინოა. ვა, კიდე გაგიფუჭდა. აბა მიეცი. ეს ცოტა ისეთი მოჩხუბარი ტიპი იყო ჯონ ოლდრიჯი. ეგეც სწორია, ორი ქულა გართვა. ბრავო. 7-3-ია ანგარიში, თუმცა ბარათების რაოდენობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაგრძელოთ თამაში თეორიულად, მით უმეტეს აქ ართმევა გვაქვს და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. აბა მოდი ეს შუაში ვინა, ერთი გავიგოთ. ოპა, ესეთი ჰოლანდიელი თან ეგზოტიკი. და აიღო წესით. ასეთები აიღო რომ არონ ვინტერია ეს, მე მგონი. მიითვალე. ამას 8-3 იყო და იმიტომ რომ თან 6 ბარათი დარჩა და 8-3-ია. ძალიან რთულად არის საქმე, იმიტომ რომ არ ამგონი ამდენი გააფუჭოს. 5 უნდა გააფუჭოს რომ დაეციო. მაგრამ ვაგრძელებთ, იმიტომ რომ თეორიული შანსი არის. გავაგრძელოთ. სანამ შანსი არის. კამინერო იყოს. არ არის სწორი. ესეც თუ აიღო დამთავრდება. ხო, ეს მეც გამიჭირდება. კაი, ვიტყვი ისე ვიტყვი. ხულენგერერო? არა. ხოსე მარი ბაკერო. ხო, ბაკერო. აი ესეთი კაცი. რას დროს ვერ ვიტყოდი? დარჩა 8-3 და დარჩა 5 ბარათი. თეორიული შანსი არის, მაგრამ პრაქტიკულად გამორიცხულია, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თამაში. ბარათს თუ პასუხობს სწორად, ეს რაუნდი დამთავრდა. აიგე. აბა რომელი 1-2-3, აბა ეს იყოს. ეს არის მეგონი რუჯერი? ოსკარ რუჯერი? სწორი პასუხია, ჩათვლილია ოსკარ რუგერი. ეგ არის და ბარათების რაოდენობაც აღარ დარჩა იმდენი, რომ თამაშის გაგრძელებას აზრი კონდეს, ასე რომ მეორე რაუნდი პატა მარათონი მოვიგე როგორც იქნა. საერთო ანგარიში 1-1 და იწყება შემდეგი მესამე პაპა კარლოს 5. ოპა. ზუსტად ისეთი თამაში მიდის, როგორიც ამ ორ მონაწილეს ეკადრება. დაძაბული, ძლიერი და ძალიან კარგი და სახალისო. მესამე რაუნდი პაპა კარლოს 5. გადავხედოთ თემებს. გოლიათი, კონკია, ფრიცები, გერმანელი ფეხბურთელები, წარმოვიდგინე. ახმახები, ცოტათი კონკიას ისტორიებით. კარში დგომის საფასური არ საჭიროებს ახსნას. ტერი გილიამის საიდუმლო ტურნირი 2002. დეძერბის მასალია, ომი და ფეხბურთი, ვიტ ჯორჯიელები, რაიზ აფრიკა, 3 გვარი და 1 კლუბის ლოგო, სუსტი ნერვები, კლუბების მფლობელები. 10 წამი. სწორი პასუხისთვის, არასწორ პასუხზე 5 წამი მოწინააღმდეგეს. კეთილი. დავიწყოთ. ანუ არაფერი შეცვლა. ამჯერად შენიწყებ, როგორც წინა რაუნდის გამარჯვებული. თუმცა დაწყება არაფერს ნიშნავს თამაშის სტრუქტურისთვის. მოდი აბა დავიწყოთ აი რაიზ აფრიკათი. რაიზ აფრიკა. ხო, საინტერესოა. დღეს შეიძლება ეს ფრანგი საუდის არაბეთს წვრთნის და ჯეიმი ლანისტერის უფროს ძმას წააგავს, მაგრამ აფრიკის თასი ორჯერ 2012 წელს ზამბიით და 2015 წელს კოტ დივუარით მოიგო. ეს არის ერვე რენარი. სწორი პასუხია, მიითვალე ქულა. დავაბრუნებ და მოგცემ არჩევანს. მეგონა ორ ნაკრებს მკითხავთ. გოლიათი, კონკია, ფრიცები. იტყოდი ორ ნაკრებსაც დიდი ეჭვება. კი. გოლიათი, კონკია, ფრიცები. ამ კაცისთვის კონკიას წოდება უკბილო ხუმრობაა, მაგრამ 2021-22 წლებში ვერდერით ბუნდესლიგა 2-ში თამაშისას ალბათ ვერასდროს იფიქრებდა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 3 მატჩში 2 გოლს გაიტანდა. ალბათ უკბილო მინიშნებაა და ნიკლას ფულკრუგი ხო არ არის.
კი ბატონო, კი. სწორია კი. ეგ იყო მინიშნება. უკბილო პირდაპირ გაგებით. ერთი, შენთან იყოს ეს. კი ბატონო. შენი ჯერია. აბა დავატრიალოთ. დაატრიალე რამდენიც გინდა. დავატრიალოთ. დაზეთილია. კი. ხმაც რაღაცა ისა გორგოლაჭებიო. კაი, მოდი აბა ესე თემის ამოწურვისკენ წავიდეთ და ისევ იგივე თემას ავირჩევ რა ის კარგი ბატონო, იყოს. ეს კაცი პირველი ნიგერიელი იყო, ვინც მუნდიალზე გოლი გაიტანა. 2 თვით ადრე კი 1994 წლის აფკონის ბომბარდირი გახდა და თასი ლაგოსში 15 წლიანი პაუზის შემდეგ წაიღო. ეს არის მე მგონი ესეც ასევე აწგარდაცვლილი რაშიდი იეკინი, რომელსაც გოლის აღნიშვნაც საკმაოდ დასამახსოვრებელი აქვს. ესე ბარდესრო კოცნის თუ ეხვევა. არასოდეს დამთავრდა ისტორია, კარგად ყვებოდა და ხმას არ ვიღებდი, მაგრამ უკვე მიმიკებით ვადასტურებდი რომ მეორე ქულა შედი. რაღაცა სადღაც ხსოვნა იყოს. ეს გავაგზელებ. გოლიათი კონკია ფრიცები. 3 წლის წინ მესამე ლიგელ ელვერსბერგში იყო და რას წარმოიდგენდა რომ 2025 წელს ჯერ გერმანიის ნაკრებში ექნებოდა დებიუტი, მერე კი ისაკის ჩასანაცვლებლად მასში 80 მილიონ ევროს გადაიხდიდნენ. იკვალტემატე. მათი თქვენ წამზომის ჩართვას და რა გავაკეთო? სწორი პასუხია. აბა, სად მოხდება წაბორძიკება პირველი? რომელ თემაზე? კაი, ამოვწუროთ. ამოვწუროთ აფრიკელები. Rise Africa. ამ კლუბს სამხრეთ აფრიკასთან ბევრი აკავშირებს. ერთ დროს მოსახელე კეიპთაუნშიც კი ხავდა. სწორედ ამიტომ სტივ პიენარი, ბენი მაკარტი და არონ მოკოენა მისი ფეხბურთელები იყვნენ და არ ჩართო მითხარი, ჰა? აიაქსი, იმიტომ რომ კეიპტაუნ აიაქსი ერქვა და აღარ ქვია, იმიტომ რომ კეიპტაუნ სტარზი დაერქვა. კი ბატონო. მანამდე რაც იყო კეიპტაუნის კლუბი. ყველაფერი მართალია, მაგრამ მაინც ერთი ქულა გაქვს და არა 2 ან 3. არ გვაქვს ქულიანები, სამქულიანები. მეც ამოვწურავ. მიისაკუთრეს თემები და არიან ბედნიერად. ეს კაცი ლუტონ თაუნმა სინჯებზე დაიწუნა. მაგრამ მალევე ვენის რაპიდის თასების მფლობელთა თასის ფინალში გაყვანა შეძლო. 1996-2002 წლებში კი გოლები ბაიერნის მაისურით გახონდა. შეც ისე იქნებს თავს არ ჩავთო, მითხარი. კარსტენიანკე. სწორი პასუხია. 3-3. მოდი, აბა ომი და ფეხბურთი იყოს. იყოს ომი და ფეხბურთი. ხო, აბა სად იმიჯნება? წავედით ისტორიაში. ეს კლუბი 1945 წლის 4 ოქტომბერს არმიის ეგიდით დაარსდა და სახელი იმ ადამიანების საპატივცემულოდ ეწოდა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებთან ჩასაფრებით ომს აწარმოებდნენ. ოპა. დაუკვირდი შინაარსს და შეიძლება მიხვდე. თუ ასე პირდაპირ ფაქტად არ იცი. დრო. რაღაცა რამდენიმე ვერსია არსებობს, მაგრამ მოდი იყოს ტორპედო. არა. ვახ, 5 წამი უნდა ჩაგირთო, შეგიძლია ჩაჭყიდო. პარტიზანი ხო არ არის? ვისი? ბელგრადის. მაინც მინდოდა ბოლომდე გეთქვა. რა ქვია ხალხს ჩასაფრებით რომს აწარმოებს? ხო, მაგრამ მე სხვანაირად წავედი. ტორპედო ქვია იმ კაცს. პარტიზანი. სწორია, პირველი ართმევაც ვნახეთ 4-3. ომი და ფეხბურთი დავაბრუნოთ ჯობია კი. მოდი დეძერბის მასალია იყოს. დეძერბის მასალია. კომაგობდი თავიდან. ხო. მიმდინარე სეზონის სტარტზე დეძერბის პირველივე ტურში გასახდელი ხელიდან გაექცა. ხო და ჯოხი ჯონათან როუზე და იმ კაცზე გადაწყდა, რომელიც მალევე მილანში აღმოჩნდა. ვინ კაცზე გადაამტვრიეს? არის მე მახსოვს რომ ეს არის ადრიან რაბიო. დრო ამოიწურა. ადრიან რაბიოა შენი პასუხი. დიახ. არ გაქვს 5 წამი. ეს სწორი პასუხია. სწორად გახსოვს. მაგას ისეთი დედა ყავს რომ ყველას ეშინია დედამისის. რაბიოს? მართლა? რაკნა? რაღაცა ერევა ხოლმე შვილს ნუ მიჩაგრითო და. მართლა? კი. უყურე შენ. შედა. მე ვირჩევ. ყვითელ ფურცლებს კითხულობ ეთყობა ბევრს. ვახ. კაი იყოს ომი და ფეხბურთი აბა. ომი და ფეხბურთი. ძალიან ხო იქ ჩავრჩია ქვია. საბჭოურზე და აი პარტიზანი რო იგიც იქვეა დამავიწყდა.
სიკვდილის მატჩი, ასეთი კრებითი სახელი ეწოდება 1942 წელს ამ ქალაქში გამართული მატჩების სერიას, სადაც ადგილობრივი სტარტი და სხვა გუნდები საოკუპაციო ძალების გუნდებს ეთამაშებოდნენ. ანუ ქალაქში სად ხდება ეს ამბავი? ამ თემაზე რაღაც ბევრი ისინი არსებობს ვერსიები, ისტორიები და ცოტა ბოლომდე დაზუსტებული არაფერი, მაგრამ მეც ახლა ბევრი დრო მინიშნება გაქვს ერთი კონკრეტული მან და იმით უნდა გამოხვიდე ერთზე, რომ ამოიწურა. ვარც კიევი იყოს. კიევის სწორი პასუხია მიითვალე. 4 ქულა. ინებეთ სტარტი. პაპა კარლოს თუთი თქვენია. დეძერბი გავაგზავნოთ. დეძერბის მასალია. მეორე შეკითხვა დეძერბის მასალიიდან. რობერტომ წელს ინტერიდან ბენჟამინ პავარი ინათხოვრა, ხოლო იუვედან ის კაცი, რომლის მამამ ევროპული კარიერა 2001 წელს სწორედ მარსელში დაასრულა. ვინ? დრო, ოჰო, დაიძაბა? არა, არ მქრს. ვერსიაც არ გაქვს? არა. აბა, ჩახედე და წავიდა 5 წამი. ამოიწურა? ვიცი, ვიღაც აფრიკელს ვფიქრობ, მაგრამ 1 ვერსია. არა, ამოიწურა დრო. ვეა. ვინ? ვეა. ტიმოთი ვეა, ხო? ტიმოთი ვეა როგორ ვერ გახვედით? კი. ტიმოთი ვეა, ეგ არის. რაღაც მომენტში ორივეს გაგახსენათ, მაგრამ ჩემი პირველი ქულა, მეგობრებო. არც ერთს არ გვეპატიება, ვაიმე. ეგ მარსელი ამოიწურა? დეძერბი? კიდე ერთია. ესე თემებს მივყვებით ხო? კაი, აბა ამოწუროთ. დეძერბი ამოწუროთ? არა, იმან ომი და ფეხბურთი, ბოდიში. იმაზე რო იკითხეთ. დეძერბი ლადოსი. ომი და ფეხბურთი და ამოიწურა ეს პაკეტი. ბოლო შეკითხვა. იმის გამო, რომ ამ მატჩების წინ 7000-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი სტადიონზე ჰყავდათ დატყვევებული, საბჭოთა კავშირმა ამ ქვეყანასთან მუნდიალის პლეი-ოფში თამაშზე უარი თქვა და 1973 წელს ფრანსისკო ვალდესმა ბურთი ცარიელ გარში შეაგდო. ვისთან თქვა უარი? ჩილე, იმიტომ რომ პინოჩეტის რეჟიმთან არ ჩავალთ და არ ვითამაშებთო და ესე გამაზეს მაგის გამო მუნდიალი. ჩვენ არ ვითამაშებთ იმ მოედანზე, სადაც ჩილელი პატრიოტების სისხლით არის მორწყულიო, აი ასეთი სიტყვებით. ეგონება თვითონ ხამათი ყვენ მორწყოში. სწორი პასუხია. ომი და ფეხბურთი მოვჭით. დეძერბი გაქვთ თუ გინდა? დეძერბიც მოვჭეთ, ბარა. მოვჭეთ? კარგი. დეძერბის დალი ერთი ავიღეთ, ერთი გავამაზეთ. ასლოკინებს ახლა დეძერბის ორივემ გამაზეთ, ერთი შეკითხვა. მარსელში. თუმცა იქვე მიხვდით. დეძერბის მარსელი ისეთი გუნდია, რომ არგენტინელი კაპიტანი უნდა ჰყავდეს. ჰყავს კიდეც ის კაცი, რომელსაც რობერტომ სამკლავური შარშან გაუკეთა. ვინ კაცი? ერთადერთი ვერსია მაქვს მეკარეო, ხერონიმო რული. არასწორი პასუხია. შენი ხუთი წამი. წინ გაჭრის შანსი გაქვს? ბიჭო, არ ვიცი. გავიდა 5 წამი? მარსელის არგენტინელი? გავიდა დრო. არ ვიცი. სახელი გითხრათ? მიდი. და გვარს იტყვით? ხო. ლეონარდო ვინა? ალერდი. არა. მერთო იტალო არგენტინელი, არ ვიცი, არა. მოდი იყოს პაპა სამი გვარი და ერთი კლუბის სამი გვარი და ერთი კლუბის ლოგო. წავიდა. სხვადასხვა დროს ამ კლუბის მაისური ეცვათ. ლუის სუარეს, ვირჯილ ვან დაიკს და რონალდ კუმანს. გადახედე სამივეს კარიერას იქნება კვეთები იპოვა. დრო. იცი რა არის ერთი რთული და ერთი ისეთი ვერსია მაქვს და ამიტომ ნეიმეგენი იყოს, აბა. არა. 5 წამი? გრონინგენი. გრონინგენის ორი პასუხია. აუ, გრონინგენი თქვი და ვერ მიხვედი, კი, არა. ტერი გილიამის საიდუმლო ტურნირი. ეს პაკეტი მე მიყვარს და აქამდე ყველა უფრთხოდა. ყოჩახ თქვენ? ტერი გილიამის საიდუმლო ტურნირი. Nike-ის კომერციულ კლიპში ტურნირის მედიატორი ის კაცია, ვისაც გილიამის გარდა ჯონ ვუსთან და კენ ლოუჩთან ერთად აქვს ნამუშევარი. ერიკ კანტონა. რა თქმა უნდა სწორია.
ვიცოდი რომ არ უნდა ჩამერთო, მაგრამ აბა, ხوار გაგძელებ. მაგას? ხო. ვიცი რა, ეგ იყო ადვილი, ეხა იქნება თუ. დაიცა, დაბრუნე თუ შეიძლება. დავაბრუნებ, კი ბატონო, ეს ამისფერი არ არის. კრონინგენმა გული დამწყვიტა რა. კი ბატონო, ნამდვილად შეგეძლო აგებო. იყოს აბა სამი გვარი და ერთი ლოგო. გავაგრძელოთ. წეღანდელი გულის დაწყვეტა, ეხლა უნდა შევცვალოთ. რეალმა ივლისში ალვარო კარერასი წარადგინა. იცი ეს ამბავი? რომელიც დევიდ მოიესისა და დევიდ ბეკჰემის მსგავსად ერთ დროს ამ გუნდის ფეხბურთელი იყო. რავი, ხა ბეკჰემს სადუთამაშია ეგრებელში. დრო. რაღაცა რამე. დროზე. კაი, იყოს ლოს-ანჯელეს გელაქსი. არა, ნუ არ იქნება. 5 წამი წავიდა. აზე არა ვარ. პრესტონი ხო არა? სრული სახელი? პრესტონ ნორსენდი. რა თქმა უნდა, სწორი სახელია. განათხოვრებული იყო ერთი წელი, ხო, ბეკჰემი თუ? ბეკჰემი რომ ხო, მოიეს იყო კაპიტანი ის რომ მივიდა. კაი, ამოვწუროთ ველჯი, ახლა დავაბრუნოთ ეგ თემა. დავტოვოთ ისედაც. კი, ბარემ ამოვწუროთ. სამი გვარი და ერთი კლუბის ლოგო. კარგად წავიდა. შეკითხვა. ჯერალდ ასამოა და ჯექსონ ირვინი იმ კლუბის ლეგენდები არიან, სადაც ერთ დროს ხვიჩაშუბითიძეც თამაშობდა. არიკა. ცოტა იქნებსავს. დაახლოებით ვერსია. დაულოცავ პაატას. მიდი. ეს ავსტრალიელია და იმაშია, მე მგონი, ქვედა ბუნდესლიგის დრეზდენის დინამო. აუ არა, მე მეგონა წარწმევდი. აი დრო არ მყოფნის რა. კაი, ახლა გაძლევ დროს ეს ჩემთან დარჩება. არა, ეგეთია რა, ქვედა იბრძოდა დაჟე ამოსასვლელად, იმიტომ რომ ეს ჯექსონ ირვაინი გოლებს იტანდა. სხვაგან ხარ. არა, გერმანული სანქტ პაული. სანქტ პაული ხო, ნე. სანქტ პაული. ჩემთან დარჩა. ანგარიში გვაქვს 8-5, დაგვრჩა თემა. ბლომა. ვით ჯორჯიელები, სუსტი ნერვები. აგერ ხვიჩაშუბითიძე არ ვიცით რა. სუსტი ნერვები, კლუბების მფლობელები, კარში დგომის საფასური, შვენიერი ისტორიებია. ტერი გილიამის საიდუმლო ტურნირში კიდე არის შეკითხვა, რომელიც არ აგიღიათ, ორი კიდე. დამორჩა, ეს არის ჩვენი დარჩენილი პაკეტები და ირჩევ შენ. მე ვირჩევ. რავი, იყოს კარში დგომის საფასური თუ ნახოთ. მეკარებს ეხება, არა, რაღაც ძალიან ზოგადი თემაა. მეკარეს ფეხით თამაში მოეთხოვება. ეს თეზისი 2018 წლის მუნდიალზე ამ კაცისთვის ცუდად დასრულდა. როცა ანტე რებიჩმა დასაჯა. მას შემდეგ არგენტინის კართან ახლოს აღარ მისულა, ხო. ვილი კაბალიერო. სწორია. ან როგორც არგენტინელები ძახიან კაბაშერო. კარში დგომის საფასური გვაქვს? არა. არ. წადოთ. ადი იყოს ისევ სტერილიუმი. იყოს. ფინალში გამარჯვებული სამეულიდან ანრის და ტოტის ზურგს ის კაცი უმაგრებს, ვინც ერთი წლით ადრე ტოტისთან ერთად სკუდეტო მოიგო, ხოლო იმ წელს პარმასთან ერთად იტალიის თასი. ვინ არის? იდეტოში ნაკატა. სწორი პასუხია. აკეთული იქნება. ეხლა იღე მესამე. არა. აი ეხა იქნება, იმიტომ რომ ნაკატაც ადვილი იყო. უკვე. 2-4-6. ნაკატაც ადვილი იყო. 9-6-ია მეგობრებო ანგარიში და ფრთხილად უნდა იყო. ამოქაჩვა შეიძლება, მაგრამ 10 თუ გახდა მორჩება რაუნდი. კაი, ეგვე იყოს, ხა. იყოს ეს. რაც არის. ფული აღმოჩნდეს მესამე. ხო, ყველა ვამბობდი. ცნობილი სახეა, ისეთი არ იქნება პაატამ რო არ იცოდეს. გალიაში საბიოლას და ლუის ენრიკეს გვერდით ის კაცი ხავთ, ვინც იმ წელს პრემიერ ლიგა წითელი იროკეზით მოიგო და იმავე ზაფხულს კორეა-იაპონიაში ჯგუფში ბეკჰემის ქერა იროკეზს დაუპირისპირდა. ვინ იყო ეს? საბევრი მინიშნება. ფრედი ლუნგბერგი უნდა. რა თქმა უნდა, ფრედერიკ ლუნგბერგი იყო. ეგ იყო ეგეთი რაღაცა. ეგ არის, კი ბატონო. ბაჭყატელა ვარცხნილს. 9-7. თუ აიღებ, მოიგებ. ვეცდები. ჯორჯიამ სადოთ აბა გავხსნათ იქ ნახე, გათამამდა. გათამამდა. არა, მეტი გზა არ ხოლმე ეგეთი გათამამება აქა, პაპა გავხსნათ. მეტი გზა არ მაქვს, იმათ ყველას ეს კიდე კიდე ეგ სუსტი ნერვებით შეიძლება ისეთი კლუბების მფლობელები არის. არა. არა, კლუბების მფლობელები კი ვიცით, მაგრამ ჩვენ ვინც ვიცით ისინი არ იქნება. კაი, ვით ჯორჯია იყოს. კი ბატონო, იქნება.
ეს ვიტ ჯორჯიელი შემდგომში თბილისის დინამოს კაპიტანი გახდა და მინდორზე 18 ნომრიანი მაისურით გამოდიოდა. დავუშვათ დავით დიღმელაშვილი. საიდან დავუშვი? უბრალოდ რა ვიცი, ეს მე გადავიდა მახსოვს. ხო, ხმაურიან ტრანსფერი იყო ეგ და მეც მაგას ვიტყოდი. ბეკო ეწერა, ბეკო. დაუშვათ და უბრალოდ. არა, ეგ არის. არ ხდება ეგრე დაუშვათ და უბრალოდ. ეგრე არ ხდება, მაგას წოდნა უნდა. და ამ წოდნით რაუნდი მოგებულია საერთო ანგარიში 2-1 ლადო წინ გაიჭრა, მაგრამ წინ გვაქვს მეოთხე რაუნდი. გამარჯობა, ჩემი სახელია. მეოთხე რაუნდი, გამარჯობა, ჩემი სახელია. გვჭირდება იმისათვის, რომ გამოვავრინოთ თამაშში გამარჯვებული. 2-1 საერთო ანგარიში ლადო იგებს. ლადო, როგორც წინა რაუნდის მომგები, შენ ირჩევ 1-დან 5-მდე ციფრს. 3-ს აირჩევს. 3-ს? იყოს. აღარ კითხავაცი. რაღაცი. ვამთავრებს თამაშს. თუ პენალტებზე არ გავედით. თემა გერმანელები პრემიერ ლიგაში. შვედი თემა. კეთილი, შეგახსენებთ, რომ აქ გამინუსებაც გვაქვს, -10 არის არასწორი პასუხი და ამ გამინუსებას განსაკუთრებით დიდი ფასი აქვს. ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე პაპაკაროლოს ყუთში ქულის ართმევას. იმიტომ რომ უკან ჩამოდიხარ. ჩემს ცნობილ სეხნიას ვერც გოლებით ვაჯობე და ბაიერნშიც არასდროს მითამაშია. მაიკლ ოუენის ძირითად გუნდში გამოჩენის შემდეგ ჩემი სათამაშო დრო შემცირდა და 99-ში ფულემში მოვხვდი. მესამე მინიშნება. 1997 წლის 28 მაისს სასწაული დღე გამითენდა, როცა ყვითლებს პირველი. გამარჯობა, ჩემი სახელია კარლ-ჰაინც რიდლე. სეხნია? კარლ-ჰაინც რუმენიკა. რა თქმა უნდა, სწორი პასუხია. +10. მეორე შეკითხვა. ბერლინში ნოიკიოლნში გავიზარდე, მაგრამ პროფესიულ ფეხბურთს შტუტგარტმა მაზიარა. ჩემმა მშობლებმა სახელი იმ ესპანელის გამო დამარქვეს, დესპერადოში რომ თამაშობს. ჩემპიონთა ლიგა პირველად ლონდონში მოვიგე. მაგ დღე ანტონიო რიუდიგერი? დესპერადოში. რა თქმა უნდა. ანტონიო ვერ გავიხსენე გერმანელი ვერა. სწორი პასუხია 10-10. დესპერადოზე მეგონა მალე მიხვდებოდით, მაგრამ გვიან მიხვდით. თუმცა დესპერადოზე მიხვდი მე მგონი მაინც. ვიქრობდი ანტონიოს, მაგრამ რუდიგერს ვერ და. 10-10. თანაბრად ვართ. გასაკვირი არაა, რომ სადაც კი მითამაშია, თითქმის ყველგან საუკეთესო ასისტენტი ვიყავი. ერდოღანთან ერთ ფოტოს გადამაყოლი. გამარჯობა, ჩემი სახელია მესუტ იოზილი. ეგ არის, შენ ციცოდი. დაგასწრეს, მესუტ იოზილი 20-10. შეკითხვა მეოთხე. ახალგაზრდობაში შტაზი ჩემთან დამეგობრებას ცდილობდა. ისე ჩემი გვარის მქონე ჯაშუში, როგორ ირონიულად ჟღერს. სპურსში ერთადერთი ტიტული, ლიგის თასი და ფანების გული მოვიგე. მესამე რისკო. აბა ეგრე როგორ მივიღებ პასუხს? 1996-ში ევროს ფინალიც უნდა მეთამაშა, მაგრამ ჩემს ბედს რა უთხარი. ინგლისთან გამარჯობა, ჩემი სახელია იურგენ კლინსმანი. -10. ვასრულებ შეკითხვას. 96-ში ევროს ფინალიც უნდა მეთამაშა, მაგრამ ჩემს ბედს რა უთხარი. ინგლისთან ნახევარფინალში გავიტრავმე. აქ მინუსდები ხა? კი, შეგიძლია არ გარისკო. ახ, ბიჭო, არა და აი მეც გავმინუსდე. მიიღე გადაწყვეტილება, დრო არ არის. ახ. აი ჯანდაბას ხა. მიდი. ციგე. ვინ არის? იქ ჩემი გვარის ჯაშუში როგორ ირონიულად ჟღერსო, დამეგობრება რომ თქვი.
გერმანულად როგორ არის მეგობარი? ფროინდი. შტეფან ფროინდი. მაგრამ ეგ სპურსში ბიჭო რავი რა ძალიან უაზროდ დავარტყი რა. იმანაც შეგიძლია ამით დაშოშმინდე და დაიწყარო თავი. არა, სპურსი და 96-ში ჯდებოდა ხო, იმიტომ რომ პროექტის სწორი პასუხი იყო, რომელიც გვიან მიხვდით, მეტი მინიშნება დაგჭირდათ, ასე რომ ამასაც ავიღებ და ამასაც ავიღებ და 10-ით 0 დარჩა. ეხა იქ რო იწერება დამეგობრება ბჭყალებში, აქვე რა ვხდებით. შემდეგი შეკითხვა. ახლა მეტალჰედი ვარ, მაგრამ იყოდრ როცა UEFA-ს თასის ფინალებში ანგარიშს ხსნიდი. ინგლისში ჟერარ ულიემ წამიყვანა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ გიენ ბარეს სინდრომმა მერსისაიდში ჩემი გეგმები შეცვალა. არავინ გახსენდებათ ამ დაავადებით. მესამე მინიშნება. კარიერის ბოლო სეზონი ტკბილად მახსენდება. მაგ წელს შტუტგარტის რიგებში ბუნდესლიგის ჩემპიონი. აუ რავი რა, დიტმარ ჰამანი უნდა იყოს. არასწორი პასუხია. 0-დან -10-ში გახვედი და კითხვას უბრალოდ ვასრულებ ერთი სიტყვით. მაგ წელს შტუტგარტის რიგებში ბუნდესლიგის ჩემპიონი დააჭირა. გავხდი, ეს მინდოდა მეთქვა. მეტი არაფერი აღარ არის. შეგიძლია გარისკო. შუგინ. არა. არის რა. არა. მოდი. ყოველ პარასკევს თავის საყვარელ მეტალ ტრეკს აქვეყნებს Instagram-ზე. მეტალჰედი ვარები და დავიწყეს. გახსენდებათ ვინმე? არ მაქვს Instagram-ი, არ ვიცი. მარკუს ბაბელი იყო ეს. მარკუს ბაბელი, უხ. ერთადერთი რაც სასწრაფოდ უნდა შეცვალო აქედან რომ გახვალ გახსნა Instagram-ი. და დაფოლოვო. აი ასე დაგიდებ. ეს ნიშნავს რომ -10-ით +10-ია. წინ გვაქვს 5 შეკითხვა, საკმარისზე მეტი იმისათვის რომ მდგომარეობა შეიცვალოს. იქით ანაკით. შემდეგი შეკითხვა. ბავშვობაში ფეხბურთში დიდად არ ვბრწყინავდი. მამაჩემი ალბათ ფიქრობდა, ჯობდა ეს 2 მეტრიანი კაცი კალათბურთზე შემეყვანაო. დღეს ჩემი ყოფილი კლუბის არსენალის აკადემიას გამარჯობა, ჩემი სახელია პერ მერტესაკერი. სწორი პასუხია, მოგასწრო. 20. დამედამრჩა 4 შეკითხვა, ეს ნიშნავს იმას, რომ კიდე ერთი შეკითხვის აღების შემთხვევაში შენ აღარ გრჩება სამწუხაროდ შეკითხვების რაოდენობა ამოსაქაჩად საკმარისი. ეს ყველაფერი შენს გიხება, ოღონდ პოზიტიურად. კიდევ ერთი შეკითხვის აღების შემთხვევაში თამაშს იგებ. შემდეგი შეკითხვა. ჩემზე ხუმრობენ ბრაზილიასთან მატჩის დროს შესვენებაზე ტუალეტში. შურლე. როგორ გამოთქვა? შურლე ბიუტით. აი, როგორ დასანანიან და უბრალოდ ეს უნდა ავიღო. ანუ მინუსი წაგართვი. 20-ით 0. ვალებიდან ამოხვედე კი ცხეილია. ამ ცხოვრებაში. აფსოს. მდგომარეობა იგივე რჩება. აქედან უკვე აღარ იცვლება. ყველა შეკითხვა შენი ასაღებია. კაი ბატონო, არ დააჭირო. 3 შეკითხვა და 20-ით 0-ია. ბევრმა არ იცის, მაგრამ აღმოსავლეთ გერმანელი ვარ. კარიერა ქემნიცში მაქვს დაწყებული. 1998 წელს მიხაილ ბალაკი. ვაუ! 20-10. ქემნიცელი მეტი არავინ ვიცი და თან 98-ში გაბრწყინების წელი ქონდა. ფრთხილობ, გამინუსებას ერიდები? არ ვიცოდი არა, ქემნიცური კაცი. ქემნიცური არის. მოიცადეთ, ეხლა მე უნდა ამოვისუნთქო, დავწყნარდე. თქვენც მეგობრებო, მიცახლად ვიყურებთ. 20-10-ია 2 შეკითხვა მეჭირავს ხელში და არ ვიცი აქ რა მოხდება, წარმოუდგენელია, ერთი გამინუსება იქით, გამინუსება აქეთ. ერთი შეკითხვა შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს, რომ დასრულდეს ეს ყველაფერი. საით არ ვიცი. ბოლო წაიკითხე. მაგარი არა. ბოლო მაგარი მინუსი. ეს ეხა ისეთი რამ გააკეთე, რომ ჩვენი მაყურებელი ძალიან გულდაწყვეტილი დარჩება თუ ესე გავატარეთ. ბოლო მინიშნება იყო ასეთი. მაგიდის დერბი რომ მეთამაშა, ალბათ აქაც მეორე ადგილზე გავიდოდი. კარგი იყო, ყოჩახო წამაკითხე ეს. წავედით. შეკითხვა. ბოლოს წინა. თუ არ დაგჭირდა, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი. პრემიერ ლიგაში გერმანელებს შორის ყველაზე მეტი მატჩი მაქვს ჩატარებული. კლაუდიო რანიერისთან მუშაობა ორჯერ მომიწია, თუმცა პრემიერ ლიგა უფრო მოულოდნელი. გამარჯობა, ჩემი სახელია რობერტ ჰუტი. რობერტ ჰუტი? რანიერისთან მუშაობიდან გამოხვედი? თუ უფრო ჩელსი და ლესტერი ორივე განყავდა. სად შემაწყვეტინე პრემიერ ლიგა უფრო მოულოდნელი? აქ შემაწყვეტინე. კი, მოიგო. კი, ლესტერს მოულოდნელი შემდეგი სიტყვა იცი რა მქონდა? მოულოდნელი
ლურჯი ფორმით მოვიგე რობერტ ხუთი სწორი პასუხია და თამაში მოგებულია გილოცავ ძალიან მაგარი თამაში გამოვიდა მადლობა პა და მადლობა ლადო მადლობა თქვენ საერთო ანგარიშით 3-1 მერვეთ ფინალი მოიგო ლადომ და მეოთხე ფინალში გადავიდა ეს არის მაგიდის დერბის მეოთხე სეზონი გამოიწერეთ ბეტსონ სპორტის არხი რომ აი ასეთი მაგარი თამაშები არ გამორჩეთ მერვეთ ფინალი გადავახულია მეოთხე ფინალში ხვდები ბეკა ჯულაყიძეს აბა თქვენ იცით ძალიან კაი თამაში იყო, როგორც ველოდებოდი, თანაბარი ბრძოლა იყო. და ლეთ ბოლოს ისე გამოვიდა, რომ დაძაბულ თამაში მე უფრო მეყო ნერვები, ვიდრე ჩემ მოწინააღმდეგეს და გავიმარჯვე. ძალიან გახარებული ვარ. და პატა უძლიერეს მოწინააღმდეგე არის და თავისუფლად შეეძლო დაეკამბექებინა და მოიგო ეს რაუნდიც. მაგრამ უბრალოდ ისე მოხდა, რომ ბოლოს მაინც დასწრებაზე ალბათ მე უფრო სწრაფი გამოვდექი. ჩავით ჩემი აზრით ნებისმიერი თამაში რთული აქვს. ყველა კი გასართობად მოვდივართ და დადებითი ემოციების მისაღებად და აზარტისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში გინდა არ გინდა მე მაინც ნერვიულობა გეწყება და არ აქვს მნიშვნელობა პირდაპირ ვინზის, მაინც ყველა ვარიანტში ნერვიულობ და ყველა თამაში რთულია, ვერ იტყვი რომ რომელიმე განსაკუთრებულად რთული მეტოქე იქნება. ალბათ საინტერესო და დაძაბული თამაში გამოვიდა, ამაში მაყურებლებიც დაგვეთანხმებიან. რამდენადაც გული მწყდება დავუშვათ ჩემს მარცხზე, იმდენად მიხარია ლადოს გამარჯვება, იმიტომ რომ მეგობარია და წარმატებებს უსურვებ. ალბათ შოუ შედგა, საინტერესო თამაში იყო, კითხვებიც რთული საკმაოდ, რაც უკვე მოწმობს იმას, რომ ახალი სეზონია და კონკურენციაც იზრდება. საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდი და რისკმა გაამართლა. ამ შემთხვევაში ან ცოტა ხნით, მცირე ხნით ადრე რისკმა არ მიშველა და აქ მიშველა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ეს ალბათ უფრო თვითონ გადაცემას და თამაშს მოუხდა, რადგან ესე მშრალად არ მორჩა და დაიძაბა სიტუაცია. არ ვიცი 50-50 იყო ალბათ რამდენად შეიძლებოდა მაგ ორი პასუხის შემდეგ გამარჯვება არ ვიცი ძნელია მაგის თქმა ლადოს რამდენადაც ვიცნობ ვიტყვი რომ არის მოთამაშე რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან ნებისმიერი თამაშის მოგება შეუძლია აქედან გამომდინარე საკმაოდ რთულია იმის თქმა რომ ვინმე შეიძლება ვინმე დაამარცხოს ან ვინმესთან წააგოს, მაგრამ ეს თამაში იმდენად უპროგნოზოა, რომ რთულია რაიმეს თქმა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვნახეთ, რომ ფავორიტმა წააგო და ესეთმა უცნობმა მოიგო, მაგალითად, ჯერ სანამ ნაცნობი მოთამაშე გახდებოდა, ასე რომ რთულია, საკმაოდ რთულია რამის თქმა, უბრალოდ ლადოს თვისებებიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ აი ბოლომდე გასვლა შეუძლია. კიდე რატომ მე შეჩება ეს აროჭკები ყველა ესე? კუზიანში გავხარ. კუზიანი ვარ, კი არ გავარ. სკოლიოზი მაქვს. მაგის ბრალია და? ხარები ჩამოვიდა, ხარები ჩამოვიდა. შავქნა? აი. აი ხა დამეტანი მოგდით კაცო. ცოტა დაიკერი და. ერთ ხუთში. ცოტა ხალ მაცეთი 10 კილოს დავიკლებ და გავაგზავნოთ. წავიდა. ამის ნახვა შეგვიძლია? კი. მოდი აბა ერთი. აღწერით. ალექსი ლალასი თუ იქნება ეგ მინდა ერთი. მეოლა აგე. მეოლა ამოვიდა. კი ბატონო. მეოლა არის. კი მეოლა. ხო ანუ შენ იტყოდი ისე დავდოთ ეს ჩაწერის გარეშე ნუ მარტინ დალინი. კი ბატონო. ეს არის აბელარდო მე მგონი. ხო, აბელარდოა. კი, და ბანამდე დაგეწყო ეგრეთ თამაში. ესეთებია ვიღერო არც ერთი არ იცანი. აბა იმას მიეც თუ აიღებს, მაინტერესებს. ეს არის მაზინიო. ხო. მაგრებეცინე მამის გვარზე. იმათი მაზინიჩების მამა. ფალკანდარების. ხო, კაი იყო. კი, გაასწორე. შენც არა, არ ჩვენ მოგეწონოთ? აუ, შანსი არა მაქვს. აბასალე. რატომ იყურებ ესე? აი, არა.
Thank you.